ეკაბესელიას განცხადებით ბიძინა ივანიშვილთან კავშირის გამო უკანონო პატიმრობაში ერთ-ერთი ადამიანი იმყოფება და ზაზა კობახიძე, რომელიც ივანიშვილის დიშვილთან კობიაშვილთან მეგობრობს ბესელიას ინფორმაციით, გასული წლის 2011 წლის 6 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარებისათვის დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით არსებითი გარემოება ის არის, რომ დაკავების მომენტში კობახიძე მცირეწლოვან შვილთან ერთად სამების ტაძარში გვარის დალოცვისათვის მიდიოდა. კობახიძეს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამჟამად განაჩენი სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. ადვოკატები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველებისათვის საქმის დეტალების წარდგენასაც გეგმავენ. დაკავშირებით სასამართლო პროცესებით იწევდება ჯერ კიდევ პირველი ზაზა კობახიძე იმ დღეს მიდიოდა სამების ტაძარში, იყო მისი გვარის დალოცვა და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. ამ ფაქტების მიუხედავად მას წარუდგინეს ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენაღვა ტარებისთვის. დაცვის მხარემ და დღეს მისი ადვოკატები და ასევე მისი ოჯახის წევრებიც აგვესწრებიან. დაცვის მხარემ 11 მოწმე გამოკითხა და სასამართლოს წარუდგინა მათი ჩვენებები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენებები იყო სასამართლო პროცესზე წაკითხული, მოსამართლემ არც ერთი ეს მოწმე არ დაკითხა და მხოლოდ 3 პოლიციელის ჩვენების საფუძველზე იქნა განაჩენი გამოტანილი.